კრიმინალი მე-19 საუკუნის საქართველოში. თავდაპირველად საჭიროა გავეცნოთ, რა ვითარება იყო საქართველოში მე-19 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში 1801 წლიდან, ანუ რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებიდან იწყება საქართველოს ახალი ისტორია, რომელიც გრძელდება 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. საქართველოს ამ 17 წლიანი მონაკვეთის უმთავრესი განმსაზღვრელი მოვლენაა ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ, ანუ ბრძოლა ქართველობისა და საქართველოს გადასარჩენად. ბრძოლა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ იწყება მე-19 საუკუნის დასაწყისში ეროვნული აჯანყებებით, რის უშუალო გაგრძელებასაც წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება. ყოველივე ამას კი დაეფუძნა 1860-იანი წლების ილია ჭავჭავაძის მეთაურობით დაწყებული დიდი ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს ახალ ისტორიას მოსდევს საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც 1918 წლიდან დღემდე გრძელდება. მე-19 საუკუნეში საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. რუსეთის იმპერიის ანექსიის ქვეშ ყოფნას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა იმ დროინდელ საზოგადოებაზე. დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, სამართლის ეროვნული სისტემა და ეკონომიკური თავისუფლებაც აღარ იყო. საცხოვრებელი პირობებიც ძალიან დაბალი იყო. სამწუხაროდ ღალატი ცხოვრება იყო უმეტესად საზოგადოების ბედი. ამ პერიოდში ბატონყმობა მიღებული იყო, რაც ნიშნავდა, რომ გლეხებისთვის ცხოვრება ძალიან რთული იყო. მით უმეტეს საქართველოში ბატონყმობის გაქრობას პირველად დიდი ხანი მოუნდა ვიდრე რუსეთში. რუსეთში 1861 წელს ბატონყმობა აიკრძალა, ჩვენთან 1870-იან წლებში მოიღო ბოლო. ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობა იყო, ფეოდალებს ბევრად მეტი ძალაუფლება ჰქონდათ. შედარებით დიდ ქალაქებშიც, როგორიცაა თბილისი, არანაკლებ რთული ვითარება იყო. სწრაფმა ურბანიზაციამ, ბევრი ეთნიკური და სოციალური ჯგუფების თავმოყრამ და სუსტი სამართალდამცავი სისტემის არსებობამ სახიფათო გარემო შექმნა. ქურდობა, თაღილთობა და დანაშაულის დარღვევა ძალიან მარტივი იყო. რატომ იყო კრიმინალი გავრცელებული? პირველ რიგში, სიღარიბის გამო. როდესაც სოციალური უთანასწორობას და სიღარიბეს ხედა ქვეყანაში, მარტივად შეგვიძლია დაასკვნო, რომ კრიმინალის რიცხვი მაღალია. როცა ადამიანი ვერ ირჩენს თავს და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა უჭირს ან საერთოდ არ გამოდის, ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს გადასარჩენად. აქ იბადება ქურდობა და თაღილთობა. კიდევ ერთი მიზეზი იყო ნაგავი რუსული სამართალი. რუსული სამართალი საერთოდ არ ითვალისწინებდა მოსახლეობის ინტერესებს და მათ უფლებებს. სამართალი მთლიანად დაფუძნებული იყო იმპერიის კეთილდღეობაზე და გამდიდრებაზე. ხალხის დაცვა საერთოდ ბოლო პრიორიტეტი იყო. კინტოები იყვნენ ძველი თბილისის ქუჩებში მოვაჭრე ადამიანები, ძირითადად არაქართული წარმომავლობის, რომლებიც თბილისის დარბაისელ მოქალაქეებს არ უყვარდათ იმის გამო, რომ უტიფრად შეეძლოთ კლიენტების მოტყუება. კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა. ერთნი იყვნენ ეგრეთ წოდებული ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. მეორე ნაწილი კი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს. ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით კი მათ ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვთ, ისინი უბრალოდ სექტას წარმოადგენდნენ. თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინეს, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუ კი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში, რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარეც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც. ქალაქს ხშირად უნახავს კინტოებისგან მოტყუებული და გავითურებული ადგილობრივი თუ ჩამოსული. ახლა მოყვები მათი აფერისტობის ერთ-ერთ მაგალითს. ნაბდიანი კინტო სოფლიდან ჩამოსულ გვეხთან მივიდოდა და გადაკვირვად აუხსნიდა, რომ შეეძლო ჩოხა იაფად მიიყიდა. გაჭვებული გლეხი მიხვდებოდა, რომ საუცნობო ჩოხა, რომელსაც კინტო ნაბიდის ქვეშ მალავდა და სათუდად უჩვენებდა, იმაზე ორჯერ ან შესაძლოა მეჯერ ძვირს ღირდა, ვიდრე უფასებდა. კინტო არც იმას არ მალავდა, რომ ჩოხა სინამდვილეში მოპარული იყო. და მას შემდეგ, რაც ფასზე მორიგდებოდნენ, გლეხს ურჩევდა, რომ სიფრთხილე გამოეჩინა. თვითონ ნაქურდალი არავის რომ არ იცნო, თავიდან მალავდა ეს გლეხი და რო გავიდოდა ქალაქ გარეთ, გახარებული ხსნიდა ნაჭერს და ამ საუცნობო ჩოხის ნაცვლად კინტოს მასში დატოვებული ჰქონდა ძველი შვრები და ძონძები. ამ მეთოდით არც თუ ისე იშვიათად კინტოები არ ხერხებდნენ, რომ უბრალოდ თითბერის ბეჭედი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი მატერიალური ღირებულება არ ჰქონდა, ძალიან ძვირად გაიყიათ. მყიდველებიც კი ვერ ხვდებოდნენ თავიდან, რომ უბრალოდ
თითბერის ბეჭედი იყო და კარგ ხანს ეგონათ რომ სიამოვნებაში ოქროს ბეჭედს ატარებდნენ. ცნობილი ამბავია, რომ ძველად თბილისში, განსაკუთრებით კი ხელოსნობისა და ვაჭრობის წრეებში, ვერცხლის ქამარი გამორჩეულად ფასობდა. ეს ქამრები ყარაჩოღელებისა და კინტოების ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, ამ ვერცხლის ქამრებს საკრალური ფუნქციაც ჰქონდათ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მისი პატრონის სამადლოდ დასამარხი არ შექმნილიყო და სულ უპატრონოდ დარჩენის შემთხვევაშიც კი, სწორედ მისი ვერცხლის ქამარი აუვიდოდა დაკრძალვისა და გარდაცვლილი სულის მოხსენიების ხარჯებს. ყარაჩოღლურ კინტოური ვერცხლის ქამრები საკმაოდ ძვირი ღირდა. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ თბილისში მათი უკანონოდ მისაკუთრების მსურველები მრავლად იყვნენ. სხვადასხვა მზაკრულ დანაშაულთან და აუკაცობასთან ერთად, ქალაქში დღევანდელი გადმოსახედიდან სრულიად მოულოდნელი, ზოგჯერ კი სულელური ეკონომიკური დანაშაულიც მრავლად ხდებოდა. მაგალითად, სატართულო დასაჯერებელია, რომ 1885 წელს თბილისს წიგნის ქურდი შემოუჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ ავსტრიის ქვეშევრდომს წარმომავლობით ჩეხს, ვისთვისაც თბილისის გეოგრაფიის საზოგადოების ბიბლიოთეკა მიებარებინათ მოსაწესრიგებლად, ძვირფასი და რარიტეტული წიგნები სათითაოდ გაეზიდა და ქაღალდის ფასად გაეყიდა. ამის გამო პოლიცია კიდევ დიდხანს დადიოდა დუქნებში და იქ წიგნებს პოულობდა. ახლა კონკრეტულად აბრაგობაზე რომ გადავიდეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრაგობა უბრალოდ კრიმინალური ქცევა არ იყო, არამედ აბრაგობა იყო პროტესტის ფორმა. როდესაც შენი სახელმწიფო ასე სასტიკად ექცევა და ცხოვრების საშუალებასაც არ გაძლევს, რაღაცა უნდა მოიმოქმედა და რამენიერად უნდა გააპროტესტო. ამ პროცესში შეიძლება ჩაგთვალონ კრიმინალად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ უმორალო ადამიანი ხარ, რომელიც სხვების დამცირებით იმატებს რაღაცას. პირიქით, შენი ღირსებისთვის ბრძოლა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ხარჯად იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესანიშნავი მორალი გაქვს. საზოგადოების დამოკიდებულება კრიმინალზე სხვადასხვანაირი იყო. ქალაქში ჩადიოდა დანაშაულს უფრო დასაცინი ობიექტი იყო, ისინი ეზიღებოდათ ხალხს. ზოგი ადამიანი აფასებდა მათ და ჭკვიანად თვლიდა, მაგრამ ეს იყო საზოგადოების პატარა ნაწილი. აბრაგების მიმართ სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას. ადამიანები მათ ხშირად ხედავდნენ როგორც უსამართლო რეჟიმის მსხვერპლებს და თავისუფალ ხალხს. აბრაგები ხალხს მოწონდათ. ადამიანები, რომლებიც სასტიკ წესებს არ ემორჩილებიან და თავისუფლები არიან. ისინი ამას რომ თავიანთი ღირსების დასაცავად შვებოდნენ. ამის გამო ხალხი ხშირად მათ ხელს აფარებდა და ამარაგებდა საკვებით. ბევრი ფიქრობს, რომ აბრაგები საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების კვალდაკვალ გაქრნენ, რაც მცდარი მოსაზრებაა. სტალინურმა რეპრესიებმა სათავე დაუდო აბრაგთა კიდევ ერთი თაობის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად სტალინის რიცხვა ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატყდა თავს. ათობით ათასი მოქალაქე ერთ ღამეში გამოამწყვდიეს საქონლისათვის გამზადებულ ვაგონებში და ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი ძალისმიერი დეპორტაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპა. ბევრმა მგზავრობას ვერ გაუძლო და ყინვას ან ეპიდემიას ემსხვერპლა. ბუნებრივია, რომ ეს ხალხი დარბევას, აყრასა და გადასახლებას გულხელდაკრეფილნი არ შეხვდებოდნენ. ისინი უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრებასაც ცდილობდნენ. პარტიზანთა შორის რამდენიმე ქალიც ირიცხებოდა. 1954 წლის დეპორტაციის შესაჩერებლად იარაღით ხელში იბრძოდა ლაისა ტანგიევა ბაისაროვაც, რომელიც ჩეჩნებისა და ინგუშების წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მან უარი თქვა დეპორტაციის ბრძანების შესრულებაზე, სამშობლო გადახვეწაზე და პარტიული დისციპლინის მორჩილებაზე. მან იარაღი აიღო ხელში და სხვებთან ერთად ჩეჩნების მიუდგომელ მაღალმთიან აულებს შეაფარა თავი. სპორტული სროლის ოსტატმა ამჯერად ნამდვილი იარაღი აიღო ხელში და ყველაზე წარმატებულ სნაიპერად იქცა. ჩასაფრებული ლაისეტის მოულოდნელმა ტყვიამ უამრავი სამხედრო მაღალჩინოსანი და დეპორტაციის მოთავე ოფიცერი იმსხვერპლა. საბოლოოდ საბჭოთა მილიციამ მისი ხელშეჩაგდება ვერ მოახერხა და მას ხშირად ქართველებიც აძლევდნენ თავშესაფარს. ავაზაკები თბილისში, როგორც კავკასიის ცენტრში, სხვადასხვა გაქანებისა და მასშტაბის კრიმინალები მოქმედებდნენ. კრიმინალური სამყაროს ჭრილფეხობასთან ერთად 1898 წელს ქალაქში დამნაშავეთა ახალი ამხანაგობა ამოქმედებულა, რომლებიც უფრო ხელოვნურად ასრულებენ თავიანთ საქმეს და როგორც ამბობენ სხვა ჯიბგირებზე მეც შეუვლობდნენ. ავაზაკები დახვეწილ ევროპულ ტანსაცმელს იცვამდნენ, რათა მათ ეჭვის აღება რთული ყოფილიყო. დილის 10 საათზე რამდენიმე დასად გაიყოფოდნენ და ზოგი სახელმწიფო ბანკებში მიდიოდა, ზოგი ხაზინაში, ზოგი კიდე კერძო ბანკებში. პალტოსა და ქუდს მიაბარებდნენ შვეიცარიაში, თვითონ კი შებრძანდებიან და დაიწყებენ დარაჯს. თუ ვინას იღებს, ანუ რას აბარებს ბანკში და მიღებულ ფულს სად ჩაიდებენ და როგორ შეინახავენ. ერთ-ერთი ესეთი ჯგუფი, რომელშიც სულ 8-დან 12 წლამდე ბავშვები იყვნენ, დილიდან საღამომდე დატანტალებდნენ და სადაც მეტი რამე მოხდებოდათ, წუთს არ დააყენებდნენ თავის ადგილას. გაუკვირდება და საკმაოდ მოხერხებულები იყვნენ ეს ბავშვები. დასტებოდნენ სახლის კარებთან და უთვალთვალებდნენ შემსულ გამოსვლელს.
ვინც დაინახავდა მათ ხორები ეგონათ და არანაირად არ ეჭვობდნენ.